ცნობილი კომპოზიტორის საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციას მიმართავს ნუნუ დუღაშვილმა საკუთარი უფლებების დაცვა მოლდოვაში გამართულ კონკურსზე მისი კომპოზიციის აჟღერების შემდეგ მოითხოვა. სადავო ის სიმღერა გახდა, რომელსაც ირინა ბაირამაშვილმა ოქროს ხმაზე ერთ-ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა. გამაგებინეთ, მე არ დავიმსახურე იმდენი რომ აი ამ სიმღერას რო წაიღებ და ევროპაში საუკეთესო სიმღერათა შორის რო გამოაცხადებენ უმაღლესი ჯილდოც დაჯილდოებას, მე არ უნდა მცოდნო და ეს. ნუნუ დუღაშვილი საავტორო უფლებებით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ითხოვს. მოლდოვაში მუსიკალურ ფესტივალ ოქროს ხმა 2011-ში მისი სიმღერის აჟღერებისთვის კომპოზიტორს ჰონორარი არ მიუღია. ძალიან ბევრი მაქვს დაკარგული და არ მომითხოვია, მაგრამ ეს ხო უნდა დარჩეს. აბა რას წარმოადგენ ახლა მე ვერ დავწერე ოპერა, ისე მივდივარ ალბათ ამ ქვეყნიდან. ამ სიმღერებს ვწერ მე და ამის ავტორი ვარ და თუ ასე მღერიან და ასე უნდა და ასე უნდა გაკეთდნენ ამ სიმღერით. მაშინ მე რაღაცა პატივიცემ როგორც ავტორს. ეს უფლებაა. ეს არის ევროპელი ადამიანის მოვალეობა და არც ერთი ევროპელი ამას არ გააკეთებს. სადავო საქმეზე კომპოზიტორის მოთხოვნით მუშაობა უკვე დაიწყო საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაცია. მათი აზრით კონკურსის ორგანიზატორებმა დუღაშვილს ანაზღაურება უნდა გადაუხადონ. გიგა კობალაძემ მოლდოვაში ოქროს ხმა 2011-ის ხელმძღვანელობას ოფიციალური წერილი უკვე გაუგზავნა. მიმდინარეობს პროცედურა, რომლის თანახმადაც იმ ფესტივალის ორგანიზატორს მოლდოვეთის და კანონმდებლობით დადგენილი საავტორო ჰონორარის გადახდისთვის მოუწევს იქაურ საავტორო უფლების ორგანიზაციასთან ლიცენზიის გაფორმება და შესაბამისად ქალბატონი ნუნუს კუთვნილი ჰონორარის გადახდა. სიმღერა კახეძე კიშინოვში ჯეოსტარელმა ირინა ბაირამაშვილმა შეასრულა. მომცეს ნაციონალური სიმღერის საუკეთესო შესრულება უბრალოდ დიპლომი და მითხრეს რომ აბსოლუტურად არანაირი ადგილი არაფერი და აქედან გამომდინარე თან ანგინა დამემართა ვიყავი საშინელ მდგომარეობაში და იმდენად უმნიშვნელო იყო ეს ფარატინა ფურცელის და ეს კონკურსიც ჩემთვის რომ რატომღაც ვერ დავუკავშირდი და ვერ უთხარი რომ აი ესა და ეს მოხდა ქალბატონი. ირინა ბაირამაშვილი მოლდოვაში სპეციალური მოწვევით გაემგზავრა. რეპერტუარი მისმა ქართველმა პროდიუსერებმა შეარჩიეს. მათ შორის ნუნუ დუღაშვილის კახეთოც. სწორედ ამ სიმღერით აიღო ირინა ბაირამაშვილმა დიპლომი საუკეთესო ნაციონალური სიმღერის შესრულებისთვის. კონკურსის დღეს ჰქონდა 39 გრადუსი სიცხე, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან მოინდომა და ეს ქართული სიმღერა იმღერა რაღაც განსაკუთრებით საკონცერტო დარბაზში. არა მარტო ჟიური მოხიბლა, არამედ მაყურებელი. სამწუხაროდ მე მეორე სიმღერაში იმდენი ვეღარ გაქაჩია და სამწუხაროდ ფულადი პრიზია ვერაფერი ვერ ავიღეთ. მოლდოვიდან პასუხს საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაცია რამდენიმე დღეში ელოდება. კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულ ნომრებზე დღის განმავლობაში ზარებს არ პასუხობდნენ. შესაბამისად უცნობია ამ კონკრეტულ დავაზე მათი